დღეს დღეისობით თუ დავაკვირდებით, ყველა რაღაცას აპროტესტებს. ზოგი აპროტესტებს იმას, რომ აქვს ცუდი სამუშაო, ზოგი აპროტესტებს, რომ არის უმუშევარი, ზოგი აპროტესტებს ვიღაცის რელიგიას, ზოგი საერთოდ უბრალოდ ვიღაც რაღაცას აუცილებლად აპროტესტებს. აუცილებელია, რომ რაღაც ცოტა მაინც გავაკეთოთ, რომ რომელ გარემოსაც მოვითხოვთ სხვისგან, ჩვენ თვითონ შევიქმნათ ჩვენი გარემო და ჩვენ თვითონ შევქმნათ ჩვენი ბედნიერება და არ დაველოდოთ სხვას და არ გავაკრიტიკოთ ის ვიღაც, რომელიც არ ქმნის ამას. ხალხი ცუდად ვართ არა იმიტომ, რომ მართლა რაღაც ცუდად გვაქვს. იმიტომ რომ ვფიქრობთ, რომ ვიღაც ჩვენზე კარგად არის და ყველაზე მეტად მაინც გული იმაზე შემტკივა, რომ ჩემს ქალაქში ძალიან ბევრი ამბობს იმას, რომ არ არის არანაირი პერსპექტივა, არ არის გარემო, რომელიც მათ სჭირდებათ. მინდა ყველას მოგიწოდოთ ის, რომ თუ რამე არ გვაქვს, რაიმე პერსპექტივა, რაიმე გარემო, მოდი ყველამ ერთად შევქმნათ ეს პერსპექტივა, ეს გარემო და შემდეგ რა თქმა უნდა ჯანსაღი კრიტიკა აუცილებელია და საჭიროა. და მინდა ყველას მოგიწოდოთ იმისაკენ, რომ ვიყოთ უფრო მეტად პოზიტიურები, უფრო მეტად გვიყვარდეს ერთმანეთი და დავეხმაროთ ერთმანეთს პრობლემების გადაჭრაში და რა თქმა უნდა გავიღიმოთ უფრო მეტი, იმიტომ რომ ღემილი ყველას უხდება და აუცილებელია. მოგიწოდებთ, გაიღიმეთ ქართველებო.